მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღევანდელ ვიდეოში უნდა დავაგემოვნოთ ლეო მესის ელექტროლიტური სასმელები, რომელსაც ქვია Mass Plus-ი. შევიძინეს 3 არომატი. ერთი არის Orange Dior-ი, მეორე არის Berry Copa Crush-ი და მესამე არის Miami Punch. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ვიდეო უნდა დალაიქოთ, არხი გამოიწევოთ და ზარის ლაიქი გააქტიუროთ, თუ მოგწონთ ესეთი ტიპის ვიდეოები და ჩვენ გავაგზავნებთ რა თქმა უნდა ამის გადახდას. მოდი პირველი რომელსაც გავსინჯავთ იქნება Orange Dior-ი. ძალიან მეინტერესებს როგორი გემო იქნება. ძალიან წააგავს ეს სასმელი Primes და დიდი იმედი მაქვს რომ არ იქნება Primes-ნაირი გემო. Primes-ნაირი ფხვნილი არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ სავარაუდოდ იცით ჩემი გამოცდილება Prime-თან დაკავშირებით. ვაჰ, სუნი კაი სუნი აქ რაღაც მოჩი. ამას აქვს ფორტოხლის სუნი და ფერებიც ფორტოხლის ფერშია იდეაში. მოდი ავიღოთ ახლა პირველი ჭიქა და დავისხოთ. კაი სუნი აქვს, მაგრამ Primes-ნაირი ზედმეტად ტკბილი სუნი აქვს, რაც არ მომწონს, იმიტომ რომ Prime-თან პერსონალ ბიფი მაქვს, ალბათ იცით და მეზიწყება Prime-ი, მაგრამ არ აუშავს. ვა. ძალიან კაია ზმა. Prime ჯობია მართლა რა. ზოგადად Prime-ი თქვენს გასინჯული ექნება წესი ძალიან ბევრს, თუ არა ყველას და ჩემი ვიდეოებიდანაც იცით ალბათ რომ Prime-ი არის ყოველთვის ძალიან საშინელი ტკბილი და აქვს საშინელი ტკბილი არომატი რა. აი ძალიან ზედმეტად ტკბილი არომატი აქვს, მაგრამ ეს არ არის ძალიან ტკბილი რა. ოდნავაა ტკბილი და რაც აწერია რეალურად ანუ რისი გემოს უნდა ქონდეს, რისი ფერიც აქვს, მართლა ფორტოხლის გემო აქვს რა და ძალიან მომეწონა ეს სასმელი მართლა ეს კონკრეტული არომატი, დანარჩენი ორი არომატიც ნახოთ მე როგორი იქნება. 1-დან 10-მდე ამას შეფასება შეგვიძლია დაუწეროთ თავისუფლად 8. იმიტომ რომ ანუ მართლა კაი სასმელია. ფასი რა თქმა უნდა ძვირი ღირს, იმიტომ რომ ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება საქართველოში მარტო და ლეო მესის წვენი არის 10.90 ღირს, მაგრამ რას ვთქვათ, ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება ექსკლუზიური სასმელია, რომელიც მხოლოდ მაგ მაღაზიაში შემოაქვთ და ლოგიკური საერთოდ რომ ძვირი ღირდეს, მაგრამ ამას არაფრით არ ჯობია Prime. პირველი არომატი ძალიან კარგი იყო. შემდეგი მეორე არომატი არის Berry Copa Crush-ი, Copa America-ის პონჩი. წესით უნდა იყოს ლურჯი Primes-ნაირი, Blueberry-ის Prime რო არის, ეგეც იგივე იქნება დაახლოებით. ასევე აქ აწერია რომ 10 კალორია არის თითო ბოთლზე, 6 ვიტამინს შეიცავს, 5 მინერალს, 1 გრამ შაქრის მცენარეს თუ რაღაც ეგეთი აწერია და ნატურალური არომატებით არის აღჭურვილი, არის gluten free და caffeine free, რაც სამთელობისთვის ძალიან კარგია, რადგან როგორც გითხარით, ელექტროლიტული სასმელია, რომელიც გეხმარება ენერგიაში მოსვლაზე და ენერგეტიკულებზე ბევრად ჯანსაღია. ისე ვილაპარაკე გიგონა, ჩემი სპონსორი იყოს, მაგრამ საზოგადოებრივ არ არის, მაგრამ თუ იქნება არ მაქვს პრობლემა. დავასხოთ. ვახ, ფერი არ მომწონს ამის, ჟოლოს ის აქვს სუნი, თუ მაყვალი თუ როგორ ბლუბერი არ ვიცი კაცოთ. ხო, მოცვი, მართლა მოცვის სუნი აქვს და წამლის სუნი არ იგზნობა. დავაი, აღარ გავწევ პირდაპირ გავსუნჯოთ, თქვენ იქამდე ვიდეო დაალაიქეთ. არხი გამოიწერეთ და ზარის ლაიქი გააქტიურეთ, რომ მალე ავიდეთ 4000 გამოწერზე, ძალიან ცოტა აღმაკლია დაახლოებით 70 გამოწერა და 75-მდე, ასე რომ გამოიწერეთ ყველამ და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი ამ სასმელებთან, თუ გასინჯული გაქვთ ზოგადად და ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ბიჭო, ძალიან მაგარია ზმა. იმენა კენკრის და ალუბლის არომატი აქვს, ანუ აქ აწერია რომ ეს არის კენკრის და ალუბლის არომატი და მართლა კენკრის და ალუბლის არომატი აქვს. ამასაც რავი 10-დან 800. ის ორიკულა ძირითადად არის ფასის გამოწესით. და ჩვენი დღეისთვის ბოლო სასმელი არის Miami Punch-ი, ანუ გემო არ ვიცი ის შეიძლება კონდეს. ხილის პუნშის არომატი თუ ხილის პუნში რა არის, არ ვიცი, მაგრამ Miami Punch-ი აწერია, ფერებიც არ აქვს Inter Miami-ის ფერები. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სასმელი პირდაპირ არის სახელის გვეუბნება შექმნილი იმის გამო, რომ ლეო მესი თამაშობს Inter Miami-ში, ეს კონკრეტული არომატი ესეა შეფუთული Inter Miami-ის არომატით შეგვიძლიათ დავარქვათ რა. ხო რა, კაი, სუნი აქვს რაღაცნაირი, რომელიღაცა სცენარის. კი არა, რომელიღაცა ხილის, რაღაცნაირი ნაცნობი სუნი აქვს. ხო, რაღაც მოალუბლო სუნი აქვს რა, არ ვიცი, რა. ეს კაი. ცოტა ამას მომჟავო გემოს აქვს. ოდნავ ტკბილი, ჩვენიერი. დალეო, ჩვეულებრივად დალევს კაცი. დერსკია, რავი. კაი სასმელია, ამასაც 10-დან 8. ის ორი ძირითადად არის ფასის გამო, ის რომ ცოტა იაფი ღირდეს. ხშირად უყიდდი ხოლმე და თან
ყველა მაღაზიაში რომ შემოვიდეს ესე ახლო მაღაზიებში უფრო კაი იქნება, იმიტომ რომ მაღაზია სადაც იყიდება, მაინც და მაინც ახლო არ არის ჩემთან. ის გამო რომ პროსტა გარეთ გავიდე წვენი მინუზის და ეს დავითრიო, მაგისთვის იქ არ ჩავალ რა თქმა უნდა. მაგრამ ისე რომ ეხა ჩავალებოდ ყველა მაღაზიაში იყიდებოდეს, ამას ვიყიდიდი ხოლმე, თუ ცოტა გაიაფდებოდა. მოკლედ, ძალიან კაი სასმელია მასი, ყოც შაღმისის, რავი, მომეწონა, პრაიმს გავს და მეგონა პრაიმისნაირი იქნებოდა და მეგონა პრაიმისნაირად არ მომეწონებოდა, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლა. მოკლედ, დღეისთვის ეს იყო, იმედია ვიდეო მოგეწონათ, დალაიქეთ, დაკომენტარეთ, არხი გამოიწერეთ, საერთოდ გააქტიურეთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ სასმელთან დაკავშირებით და ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის. ფერი მახსოვს ამიტომ ვერაფერს ვინანე მოვწიე მთლიანად და შეტუჩებსაც ვერ მიაგენ თავს თუ ეძებ ლუპით იცოდე ვერას დროს მიაგენ შენი ხენი მე ჩემი და ვნახოთ ვინას მია